გამარჯობა, ჩვენ ვიმყოფებით ბორჯომის სარეაბილიტაციო ცენტრში ხედვა ზრუნვა მხარდაჭერა და აქ არის ამანათები, რომელიც არის გამოგზავნილი საბერძნეთიდან. კერძოდ ათენში არის ჯგუფი ემიგრანტო დაეხმარე ემიგრანტს, რომელიც მუდმივად პერიოდულად ეხმარება როგორც ათენში ემიგრანტებს, საქართველოდან ემიგრანტებს, ასევე საქართველოში, მათ შორის ბორჯომში სხვადასხვა კატეგორიის და ჯგუფების ადამიანებს. სწორედ მორიგი დახმარება გაეწია ახლა ამ ცენტრს. აქ არის ამანათები სხვადასხვა ტიპის, როგორც ტანსაცმელი, ასევე საჭირო ინვენტარი და ამასთან ერთად ეს ყველაფერი ემიგრანტებთან ერთად გამოიგზავნა ათენში არსებული ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის მამა გიორგის ეგიდით და დახმარებით და თანაორგანიზებით და ამ ყველაფერს მთლიანი ორგანიზება გაუკეთა მარინა სამსონიძემ, რომელიც არის ამ ჯგუფის ემიგრანტო დაეხმარე ემიგრანტს ხელმძღვანელი, დამფუძნებელი და ამ ცენტრთან ასევე აქვს ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით და ეს ქალბატონ მარინასგან გადმოგეცემათ თქვენ ამ ცენტრს, რომ საჭიროების შემთხვევაში მოახმაროთ და დამატებითი დახმარება, რა თქმა უნდა, კვლავ გაგრძელდება ემიგრანტების სახელით, ტაძრის სახელით, რომელიც წელს თქვენს ცენტრს გამოეგზავნა. ეს პატარ-პატარა ამანათები, მე ვიცი როგორი სითბოთი და როგორი რუდუნებით არის ყველა შეკრული ამ ხალხგზაზე გამოგზავნილი, გამბაჟება და ასე შემდეგ. აი ამაში ძალიან დიდი სითბოა. ნებისმიერი სახის ყურადღება, ამანათი თუ პატივისცემა, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარული და დაფასება. ნებისმიერი სახის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამაზე ზრუნავს და ვინც საერთოდ ბავშვებზე ზრუნავს. ეს ამანათები არის ძალიან სასიამოვნო. გასულ წელსაც იყო ესეთი შემთხვევა, მოგვიტანეს საჩუქრები, მოუტანეს ჩვენ ბავშვებს. მოგეხსენებათ, საჩუქრები ყველას მოსწონს და ყველას სიამოვნებს, ბავშვების გულს ახარებს და მე მინდა გითხრათ, რომ ამას უფრო შემოწირულობას არ დავარქვევდი, მე დავარქვევდი ამას უფრო პატრიოტიზმს და სამშობლოს სიყვარულს, იმიტომ რომ აი ეს ათენში მცხოვრები ქართველებს არ ავიწყდებათ ბორჯომელი ბავშვები და ისინი თავის სიტყვას და თავის რაღაცა გარკვეულ შრომას დებენ იმაში, რომ აი ჩვენი ბავშვები გაიზარდნენ და იყვნენ ჯანმრთელები და მე ასევე მინდა გადავცე აი ამ ჩვენ ემიგრანტებს, რომ ბორჯომში მათ ელოდებათ ეს პატარა გულები, რომლებშიც არის სითბო და სიყვარული. ცენტრი ფუნქციონირებს 2017 წლიდან. დღესდღეობით ცენტრში ფუნქციონირებს უკვე 5 პროგრამა, სადაც მომსახურებას იღებს 140 ბავშვი. დიახ, ესენი არიან 0-დან 18 წლამდე სხვადასხვა საჭიროებების. ეს არის ადრეული განვითარების პროგრამა, რეაბილიტაცია, აბილიტაცია, 0-დან 18 წლამდე შინმოვლის პროგრამა გვაქვს, ასევე გვაქვს ქცევის მართვა, აუტიზმი. ეხლა ჩვენ გვაქვს ახალი პროგრამა, ეს არის სკოლის მოსწავლეების ფსიქოლოგიური დახმარება ველოდებით ჯანდაცვიდან პროგრამის დამტკიცებას. ძალიან კარგი შენაძენი იყო ჩვენთვის და ძალიან საჭირო ველოსიპედი, რომელიც გასულ წელს გადმოცემული ფულადი თანხის საშუალებით ვიყიდეთ, რამაც უფრო გაგვიუმჯობესა და უფრო ხარისხი უფრო მაღალი გახდა ჩვენი რეაბილიტაციის, სხვადასხვა ვარჯიშების უფრო ფუნქციური გახდა, რაც უფრო მეტად დაეხმარება ჩვენს ბავშვებს ვარჯიშებში. ძირითადად ვიყენებთ მას ქვედაკიდურობის ვარჯიშებისთვის, ასევე წონასწორობისთვის და უფრო მეტად ფუნქციური გახადა ჩვენი ვარჯიშები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ მარინა სამსონიძეს, რომელმაც ფულადი თანხა გადასცა ჩვენ ცენტრს, რის მეშვეობითაც შევიძინეთ სავარჯიშო ველოსიპედი. წელს გვინდა ბურთები და სხვადასხვა რაღაცები, ინვენტარი, რომელსაც ასევე გამოვიყენებ და წაადგება ჩვენ ბავშვებს. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო და ჩვენ ვართ მეგობრები და გელოდებით, დაგვიბრუნდით ჯანმრთელები და დიდი სიხარულით შეგხვდებით.